გაუშვები და თა? მარია. ეს რამდენი კვადრატულია? ეს ოთახი არის 32 და აი ამ კედლის იქით 17. ეს 17-ია? არც ისე პატარა ყოფილა. ესე იგი, ეს არის 17 კვადრატული. ესე იგი, ამას რომ მივუმატოთ ეხა 17 კვადრატული გამოვა ეხა ეს 59 კვადრატული, ხო? აი მონიც რომ მივუმატოთ ეხლა ამას, ესე იგი, აი მივუმატოთ. აი მონ რამდენი იქნება, რამდენი კვადრატული? არა, ხო ამბობდი რა. ვირუსია რა. თან გადამდები. რა მოხდა, რატომ მეკითხები? გადავწყვიტე ბინა ვიყიდო. მართლა? რაო? რა თქვენ ხამამარი კატო მესმა? არ მოგესმა ირაკლი, ბინა მინდა ვიყიდო, ბინა. მარიკა, რამდენი ხანია ეს სიტყვები არ მithქვავს? დღეს დიდი დღეა. დიდი. მაგრამ რა არის იცი? ირუშ, აი არ ვიცი როგორი ბინა ვიყიდო, აი მაგალითად ეხა ეს მშენებარე, ძველი, კუთხის, გამჭოლი, მაღალი წილი. რატო რა მნიშვნელობა აქვს ამ წვრილმანებს? თავარია სახლი იყიდო, შენი სახლი. რატო? და შავი კარკასი რომ იყიდო? რა? რემონტის პრობლემა არ გექნება, მე და ჩემი ბიჭების შევესევით. მარიკა, გვაცადე მამაკაცებს. მე დამიჯერე. ირა. აი, იაფი ბინა როგორ დამოვუწმო, ხა? ნუ დათო ახლა ბინა იაფი რო იყოს, ან სამხრივი განათება უნდა კონდეს, ან ავარიულ კორპუსში უნდა იყოს ეს ბინა, ბოლო-ბოლო მეზობლად უნდა ცხოვრობდეს ორი გაუთხოვარი და. ნახი რუშ, აი, ნახი. აი, მიწის შეძენა უფრო იაფი გირს, ირა. მიწა რო ვიყიდო და მე ნენე ლავაში სახლი ირა. არ არის ცუდი აზრი, დათო. ოღონდ ისეთი მიწა შეარჩიე, რომ იქ შუაში იდგას დიდი ხე. ხე რა შუაში ირა. რა შუაშია დათო და იმ ხეს ექნება ფუღურო, შეძვრები და იცხოვრებ ბედნიერად. ირა. ნახე სხვენი იყიდება და არ გინდა? მე რა თქმა სხვენი. რა გინდა და ეხა მეგეთყვი რა გინდა. ეხა შენ ვიყიდი ხა ამ სხვენს, ახვალ ზემოთ. მოიწყო ყველანაირ კომფორტს შენთვის. მე ყოველ დღე ამოგიტავ ხოლმე მურაბებს ამოგიტავ ხოლმე. შენ ოდნავ მოსუქდები. სულ ოდნავ. მეტი აღარ არის საჭირო. უკან მე მიმაგრებ პროპელერს. როცა მოწყდება ხოლმე შედაბარტო, მაგრამ ჩვენ შევეთა შევოგვიფრენ ხოლმე, ბუე, გაფრინდ. პედაგოგი. ნახე რა ალო ბინას თქვენ კიდით? აკირავებთ? ბეჭდის დროს შეეშალათ ხო? გასაგებია, გასაგებია.
არა, ქირობა არ მინდა. ქირობით მე რაც მაქვს, იმაზე კარგ პირობებს მე დიახ ვერ შემომთავაზებთ. აუ სად არის რა ჩემი ლაშიკო რა აეროპორტიდან აქ მოსვლა სამდენი დრო რა თუნდა რა იმხელა გენაცვალე გზაში 10 ჯერ მაინც შეისვენებდა აუ იმიტომაც დააგვიანდა ეს სანდროც მაგარი გავუშვით რა დასახვედრად რა აი მე ქეთევან აი გამოჩნდნენ სერლაშა ტორონჯაძე აი მე ჩამოვიდა ჩემი ლაშიკო აი რა ეთყობა ეხლა ამას 1 საათის ჩამოსული როა ლონდონიდან აი მე ჩამოვიდა ჩემი ბამბის ყავა ჩემი ფუფულა ჩემი ბრედ პიტი აი მე ჩემი პროფესორი აი მე როგორ მანერვიულა არ ვიცი რას გიზა აი მე წავალ დავხდები გოგო დაჯექი და დაელოდე ნახავივით ნუ იქცევი ქეთევან თამრი მაშინ კარს მე გავაღებ ხო რაიმე აბა მე სულ არ მეხალისება თან ვინ მიგასწრებს მიდი გა გამარჯობა ქეთევან გავჭირს ქეთევან დააღე ხლა პირი დაუხმოდე მეც მომენატრე ჩემო პრინცესა გამოდი ეხლა მეც მიმიშვი მოდი გაკოცო როგორ ახარ შე დაკარგო შე კარგად შენ მე ბანკში ამიყვანეს გილოცა მე სამედიცინო აკადემიის წევრი გავხდი მე მაღალი ხელფასი დამინიშნეს მეც დამინიშნეს ჩემი კაბინეტი მაქვს ჩემი რემონტდება მე გამხდარი ვარ ლაშიკო მომიყევი აბა ლონდონში რა ხდებოდა ძალიან მაგარი იყო ქეთევან გავდედი და ყველაფერს ვათვალიერებდი თავერ ბრიჯი ვნახე ბუკინგემის სასახლე ბიგ ბენი მე იმაზე ფეხბურთზეც კი წავედი მართლა კალაძე ნახე არა ხიზანიშვილი ვნახე ზურას არ ვიცნობ უიმე ეს ჩანთა რამ სიმძიმეა ლაშიკო რა გიდევ შიგნით არაფერი ჩემი რაღაცეებია და საჩუქრები მოიცადე ამ სიმძიმე ჩანთა მარტო მომიტანე და სანდრო სად იყო რა არ მოგეხმარა სად არის სანდრო არა კი მომატანინა იქ სადარბაზომდე მაგრამ მე წავიდა სადღაც გოგოები უნდა ნახოთ თუ ვუყუროთო ვერ გავიგე აჰა ქეთევან ვაი ქეთევან წამოდი სადმე გავისეირნოთ მე შენთვის სიურპრიზი მაქვს სიურპრიზი გაქვს აი მე ხლა ერთი წუთით ხო დამელოდი ლაშიკო მომემზადები ისო რა თქვი საჩუქრები არისო რატო წუხდებოდი ლაშა საჩუქრები ყველას ჩამოუტანე ხო საღამოს რომ მოვალთ დავარიგებ საღამოს ხო მანამდე აი ეს შენ 2 ფუნტიანი გამომართვი ვინ არის დედოფალია მე ცოტათი მგავს წავედი ერთი წუთით ლაშიკო გაგიო ერთი წუთი ხო კარგი ხო მეც მაქვს შენთვის ლაშა საჩუქარი და საღამოს მოგცე კარგი საღამომდე რამეს ვუყიდი აი მე ნეტა რადევს ახლა ამაში საღამომდე რა მოითმეს რა მე ეს არჩხაძეების ბავშვი გამაგიჟებს რა მე ის ვინ არის მეორე დურბინდით სანდრო ამოდი შენ მოხარ ამოდი
თბილისი ნიუ-იორკის რეისზე გავიცანი. მილიონერია, მაიკლი ქვია. სიგიჟემდე უყვარვარ და ცოლობა მთხოვა. ხო ჩახეკა, მიდი გაყევი. და მე რემონტისთვის იქნებ ახალი სამზარეულო მაჩუქოთ. შენ და რა ქვია? მაიკლი. ხო, მაიკლმა. იმ დღეს იცი ვინ ნახე? სოლომონი. სოლომონი? სად? მე სად ნახავდი ელიავაზე. ესე იგი, იმ ცოლს გაშორებია და მეხუთე მოუყვანია. ნახე. 5-ით 3-ს მიგებს. შენ რა შვები სევიროკლისთან ერთად ხარ? ეკა. ვა! მარიკა! პატა! როგორ ხარ? კარგად. რამდენი ხანია არ მინახე ხარ? რა შვები? რა ხდება შენსკენ? რა ვიცი მე აბა ჩვეულებრივად ესე იგი საძინებელში ახალი შპალერი გავაკარი და სააბაზანო გავარემონტე და ულამაზესი კაფელი გავაკარი. ეხლა ვაპირებ რომ შემოსასვლელი გავარემონტო და ესე მინდა რომ გადავტიხრო აქ. მარიკა, გამარჯობა. მოდი დაჯექი. ესე კა ჩემი მეგობარი პატა. სასიამოვნოა. მარიკა, იცი, თიკა საითა ხო არ ნახულობ? კი, როგორ არა? ჩემი მეზობელია ყოველდღე ერთად ვართ. მართლა რამდენი ხანია არ მინახავს? რა პრობლემაა, მოიცადე. აი, ეს არის თიკას ნომერი. მომეც ჩავიწერე რა. მიდი ჩაიწერე. ესე იგი, მშვენივრად მოეწყო ახალი გადმოსული ესეთი წითელი ფარდები აქვს სახლში. და ესეთი მეტლახი აქვს შავი, რომ შეხაყოფე ბზინავს, ესეთი ლამაზია. მადლობა. არა, ფის. კარგი, დღეს საღამოს დაურეკავ და გნახავთ. ეხლა ძალიან მეჩქარება. დროებით. კარგად. ჩვენ ძველი მეგობარია, ხო კარგი ბიჭია. რა ვიცი, არის რა, ძალიან პატარაა. სხვა? თიკა სათხარ ამდენ ხას? გარეთ ვიყავი, ვერ შემოვდიოდი. ვიმალებოდი. რატო იმალებოდი? პატა დავინახე რომ გელაპარაკებ. ხო, ჩვენი პატა ნაზღაიძე. აი მე კიდე კაი მაგ ნაზღაიძე არ დავინახა, თორე გამოიშორებდა მე მაგას. მარიკა? რა მოხდა? არაფერი. რა არის? ისა შემთხვევით ვუთხარი რომ მეზობლები ვართ. მარიკა. და შემთხვევით შენი ტელეფონის ნომერიც წამოწდა. მართლა? რა. რა და ერთი წელი ვიშორებდი მაგ ბიჭს. ბოლოს უთხარი რომ გავთხოვდი თქო და მაგით მოვიშორე. ეხლა რა ვქნა სახლში რო ამოვა ჩემთან. რატო ნერვიულობ? ვიღაცა უნდა ნახო და ეს პატა რომ დაგადგება, გააცანი ვითომ შენი ქმარია. კარგი ეკა, ესე უცებ ქმარი სად უნდა ვიპოვო? მაღაზია ადვილი არაფერია. მართლა? დაუჯერე. და ისა სანრო რო იყოს შენი ქმარი. მარიკა შენ? არა, სანდრო გამორიცხულია. რატომ სანდრო იყოს და იმ პატასაც მოიშორე? არა, იმ პატას კი მოვიშორებ, მაგრამ მე სანდროს ვერ მოვიშორებ. და ლაშა? ლაშა ვერ მოესწრება. რატო ვერ მოსწრება, ჩამოსული იქნება უკვე. არა, ჩამოსული კი არის, მაგრამ ჯერ ლაშას უნდა უთხრა. მე თეთამას უნდა ვთხოვო, რომ დამთანხდეს ამაზე. მე თამარმა უნდა დაამტკიცოს ეს ყველაფერი. ძალიან დიდი ბიუროკრატია. აბა, გისმენთ? იცით ჩვენ გადავწყვიტეთ ბინის შეძენა და თქვენ დახმარება გჭირდება შერჩევაში. კი ბატონო, როგორი ბინა გნებავთ? ეხლავე. ეს გეგმაც სამოვიღე. აი. ეს ირაკლი და მარიკას სახლი დახატე? ხო. ხოდა აი მეც ესეთი ბინა მინდა დიახ. ესე იგი აი ეს იქნება მისაღები. მისაღები. დიახ. აი იქნება სამზარეულო. ჩემი ოთახი. ო, ეხა იქნება საძინებელი ანუ აი ეს იქნება აივანი. აი იქნება აივანი. აი ირაკლის ოთახი. აქ იქნება დიდი გარდერობი. გარდერობი? კი, რა ვიცი, აქედან ტასასმის გატანას ისე მივეჩვიე რომ ისე თქვენ შეგიძლიათ აქ ოთახების განლაგებაც შეცვალოთ. აი, ეს მისაღები როა ისე გადავტიხროთ. აქ გამოვა ერთი კარი, მეორე, მესამე და მეოთხე აივნის კარები. დიახ, მაგარია და მე ბინაც 4 კარიანი გვექნება. ჩვენ
შეგვიძლია ჩვენი ვარიანტებით შემოვთავაზოთ. ნახეთ. ქალაქის ცენტრშია, მესამე სართულზე, დიახ, სუფთა ნათელი ბინა 120 კვადრატული მეტრია. დიახ. ვაიმე რა მაგარია. და ნახე, აი აქ იქნება შემოსასვლელი შეხედე და ეს სახში შემოყვალ ხოლმე რა. მოიცა, შემოვიდე. ესე იგი. დავრიგე ზარი, გლინგლონ. შემოვედი. მოდი ვარ გამარჯობა. თო მოიცა სადმეტი ხარ იქითი ატაკი მაგალი მოწვენდი. ბოდიში არ ვიცოდი მაპატიეთ, ეხლა გავბრუნდები უკანასე. შავიც მე შევუსწრებ და წამოვალ. აჰა, წამოვალ ეხლა სამზარეულოს კიდე. ვა, ანანო რა კარგი სულია, რას აკეთებ? ცოტა მოითმინე და გასინჯავ. კარგი მოვითმე და წამოვალ ეხლა აი აქ. წამოვალ დავჯდები, ჯერ ჩავთავ ტელევიზორს, დიახ. მე ეხლა მოვალ აქ და დავჯდები. დავჯექი. მოიცა დათო ტელევიზორი აქ უნდა იდგეს? ხო. გაწია დათო ტელევიზორი აქ უნდა დავდგა ის ბებოს დიდი ლარნაკიროა. არა, აქ ბებოს დიდი ლარნაკის ადგილი არ არის. აქ არის ტელევიზორის ადგილი და აქ იდგება ანუ ტელევიზორი. აი აქ, იმიტომ რომ მე უნდა უყურო. დათო გაწია ტელევიზორი. მე გავწევ ტელევიზორს აქ, იმიტომ რომ უყურებ ეხლა და ნუ მეშდი და იქ აიგება. უკაცრავად. მე სამზარეულოში დაბრუნდით, საძილი არ დაგეწევათ. თქვენ ავტოფარეხით ხომ არ გნებავთ? მანქანა გყავთ ხომ? დიახ, ყავს თეთრი დაიჰატსუკო არის. აკა ვიცით რა არის? დიდი ადგილი არ გვინდა, ეხლა 2 კვადრატული. გასაგებია. მე ეს ბინა მომწონს და რაგის? კვადრატული $1500. როგორ? $1500. მაგობ, დავიდი. არა, თუ ერთიანად გადახთ არ შეგიძლიათ, შეგიძლიათ განავდებას გააკეთოთ. განავდება. ხელფასის მიხედვით კეთდება და რამდენი გაქვთ ხელფასი? მე სახვითი ხელოვნების პედაგოგი გახლავარ. დათო ალექსიძე, სასიამოვნო. ესე იგი, ჩემი ხელფასი შეადგენს თვეში 300 ლარს, ეხლა დამრიგებელი გავხდი პლუს 50 ლარი, იმ თვეში მექნება პლუს 25 ლარი, მე კიდე 25 ლარი და ესე იგი მე გამოვიდი. აჰა, ესე გამოდივარ 400 ლარიან. ანუ ჩვენ განვადება გვირჩევნია. ოღონდ როგორ ხდება ახლა აგვიხსნი. თავიდან ჯერ თანხის 1/3 უნდა შემოიტანოთ და შემდეგ ხელფასის მიხედვით. აჰა, გასაკეთება განავდება. ეხლავე დაგიანგარიშებთ რომ გასარკვევი რო გახდეს. ნახეთ. აი, ეს არის. ნახე ანანო, ესე იგი ეს მე უნდა ვისტუმრო ეს ბალი 115 წელი. რა მაგარი. დათო 115 წელი ვიცოცხლე. აი აჩიკო მაგალითად. არა. და გუჯა აქ თბილისში არ იქნება. გოჩა მენანება. და ალეკოც არა. და დათო მაგას ეჭვიანი ცოლი ყავს. ნოდარი რეისზეა. ავთო. არ მინდა ავთო. აუ, ეგარ ხვდები უკვე შეიძლება დაურეკოთ. არ ვიცი მარიკა, მე უკვე ღლონტების იუზაბიძიას მეტი აღარავინ მახსოვს. არა, ქმრის მოძებნა ესე თუ გაჭირდებოდა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი. მარიკა, ვინ? ირაკლი. კარგი რა. რატო? თახო არ იცნობს არა? არა, არ იცი. არ იცნობს, მაგრამ საცალია, ამდენი საქმეა. აუ, მარიკა, იქან იქნება. გამარჯობა.
ჟღურტულებთ, ჰა? გამარჯობა. მარიკა, გაგიკვირდება და დღეს ყველა საქმეს მოვჩი ადრე. აბსოლუტურად თავისუფალი ვარ, ხვალამდე მარიკა შემიძლია საღამოს ყნარად დავჯდე და უყურო რეალის განადგურებას. რა? ირაკლი, რა მინდა გთხოვო? აი, რა მოიფიქრეთ ახლა? ირაკლი, დღეს საღამოს შენ უნდა იყო ჩემი ქმარი. რა? ხო, ირაკლი, ხო. აი, ეკა რა. შენი გაგიჟებულია ეს ხალხი. გამაგიჟებთ თქვენ მე რა. ირაკლი, ბოდიში რა. ჩემ ძმას კი ვეტყოდი, მაგრამ ხო იცი როგორია? მეცოდება მაგისთვის პაატა. ის ვიღაც პაატა გეცოდება და მე არა, ხო? თიკა. აი ეს შენთან აბაზანაში დავკიდოთ, ხო? თიკა. ხო, მომისმინე. აი ესენი შემოსასვლელში დაყარე. აი ეს იქვე დაკიდე და ესენი რა ვიცი ესე მიმოფანტე. ესე იციან ხოლმე რა. თიკა. ხო. რა ქენი იცი? რა? კარი არ გაუღო. ირაკლი, რა აზრი აქვს? ხვალ ისევ მოვა. არ ცვალ გაუღო? ზეგ მოვა. რო გაუღო? ირაკლი, დღეს რო გაუღო, ხვალაც მოვა. და ხოლაც გაუღე. ზეგაც მოვა. ესე იგი, გაუღებ მოვა, არ გაუღებ მოვა. მაშინ რა ქენი იცი? ეს ოდნავ შეაღე კარი ასე ცოტა. აი მოდი შენ ეს აიღე. და მე მგონი მზად ვარ, ხო? არა მარიკა, რაღაც გვაკლია. ბაბუა შენს რა ერქვა? მიხეილი ერქვა ორივეს. გასაგებია. მარიკა, მოგვეცის მიხაილოვნას სურათი? ალო? გოგი? მე ვარ, ხო? კარგად, შენ როგორ ხარ? არა, გოგი, არცალია ვერ მოვალ. ოჯახს ქმნი. კარგად ვარ, გოგი, კარგად. არ ვიცი. გეტყვი მე დაგირეკავ. კარგი. ბატონო. იცი როგორ მაინტერესებს ამ საღამოს რა მოხდება, მაგრამ უნდა წავიდე. აუ მარიკა, ხა დამირეკავდა ხო მომიყვები არა? აბა რას ვიზა? ირაკლი. უკვე შევაწუხეთ ეს ხალხი და წავიდეთ რა სახში. მოიცა. რა გამოდის, ესე იგი, თიკა ჩემი ცოლია, მარიკა ყოფილი ცოლი. და ეკა შენ გული არ გაიტეხო, აი გავშორდები თიკაზე. გავგიჟდი, გოგი, აბა რა მქედი, გავგიჟდი. ირაკლი. ესე? გისმენ? ჩემო იადონო? ჩანთაში ოვნეტაბისთვის რა ჩამოიტანა მე როგორ დამაფიცა იმან იცოდე თამარი პრეპედინები ბიეს გაფიცებ არ გახსნა და მეკნებ მოვიდა მოდი შენ მოდი აი მასე მე დაგელაპარაკები ის აუ რა მაგარი იყო იცი რა ხელა თავი გიჩანდა იქ კეთევენ დოლაშა სად არიან? რა ვიცი მე, მობძანდა ის ვაჟბატონი დაყარა ბარგი და გაქანდნენ.
უი დღეს დილით მითხრა ლაშამ საჩუქარი ჩამოგიტანეოდა. ხო, ჩემ ადამ დამაფიცა ჩემოსვლამდე არ გახსნაო. უი, სანდრო, მოდი, აბა შენ გახსენი. მე? ხო, მოდი, აბა ვნახოთ ჩემთვის რა არის. მიდი, აბა გახსენი, მიდი გახსენი დროზე. აი ეს ნახე. მიდი. გახსენი, პანე. მომენტ. მოიცა. აი რა არის? ეგორი ქალის არის თუ? მომენტ. ეს რა არის? ნახე რა მიპოვე. ამას მე ჩამომიტანდა. საწავიდა. აი რა აბა? აი ნახე რა მაგარია ეს იცი? ლონდონში რო კოშკია, ხო იცი? საათის ფანჯრები როა. აი ეგ არის. მე რო სწავლობდი ლონდონში, მაშინაც ესეთები იყიდებოდა. მოკლედ ეგენი წინ ვერ წავიდნენ რა. აუ ეს მე არ მიხდება, ეთყობა მარიკას ჩამოუტანა. რა უცნაური სუნია რა არის? კარგი რა სანდრო რა. ვაიმე იცი რა, აბა აი ეს გახსენი. აბა აი ეს. ხო, მიდი. ეს ჩემია. ეს მე ჩამოვიტანდა. აი მე რა ჩამომიტანა. აი მიწე ცოტა. ვაიმე. ხო. თამარ რა აბა თუ მიხვდები როდის ვაწერთ ხელს რა? როდის? გამოიცანი 3 საათში. არა 3 დღეში. არა სამტრედიაში. კვირაში ვაიმე ქეთევა ილოცა აუძლის ოღონდ ლაშიკომ გამაფრთხილა არავის არ უთხრაო სურპრიზი იქნებაო. ეს სანდრო ხომ არავის ეტყვი რა უნდა ვთქვა? ჩემზე და ლაშიკოზე რა? მე გამოდი. რა ეს ვინ გახსნა? რა არის ეს გამაგებინე ხოლმე არ გახსნა მეთქი თამრი. მე თამრი ბატონმა. რა ბატონმა გამაგებინე ხოლმე არასდროს ლაშიკო არ მოვა. ხელი არ დააკარავ მეთქი რა შედი ლაშიკო მოვა და ყველაფერს მე გამოვიტან რა არის ეს? რატო გახსენი? თამარ. ეხლა ქეთევანი რო გათხოვდება. შენ რა იქნება ლაშასთვის? ცოლის და. და აბა ქვისლი რა არის? ქვისლი არის მე რო გავთხოვდები. ჩემი ქმარი იქნება ქვისლი ლაშასთვის. და ლაშა რა იქნება? ლაშა იქნება ქვისლი ჩემი ქმრისთვის პირიქით. მოიცა რა პირიქით? აბა მაზლი რა არის? მე რო გავთხოვდები, ჩემი ქმრის ძმა იქნება ჩემი მაზლი. რა მაგარი ხარ თამარ, ესე იგი შენ ქმარიც გეყოლება და მაზლიც. 3 კვირაში. აუ ის როგორ არის? ყველას რო უნდა გაუგზავნო? და თამარ. მული? მე კარგი რა სანდრო. მოდი ახლა კიდევ გავირეპეტიციოთ. ესე იგი, ირაკლი. ლუდი მოგინდა. ჩემო იადონო. ლუდი მომიტანე რა. ახლა ჩემო საყვარელო. თიკა, რა საკეთებ? აქაც იგივეა. აუ ირაკლი, ძალიან დაყრილი ვარ და გეხვეწები, შენ თვითონ მოიტანე რა. ოჯახ. ეხლა ესეთი ზოგადი საკითხები გავიმეოროთ. ესე იგი, სიდედრი, მზია მიხაილოვნა. დედამთილი, ნანა მასწავლებელი. სიმამრი, შალვა. ოჯახ, საცხოვრობდა თიკა? დოლიძეზე. ოჯახ, თიკა. ესე იგი, მეგობარი, მდივანი, გუნდი. გოგი, ნათია, ბარსელონა.
მარიკუნა, მე რომ მიყვარს ისიც გავიმეოროთ კიდევ ერთხელ რა. მიდი რა. მიდი. თქვენ სახლში მარტო ცხოვრობთ ორნი? დიახ. გავაგზავნოთ. კარგი, აღარ გვინდა, ძალიან გთხოვ რა. ამდენი ჩემი დისერტაციის დაცვის წინ არ მიმუშავია მარიკა რა. მოვა ის კაცი, მე ჩემი ჯადოსნური სიტყვები რას დალებთ და მე მევიცი და ჩემმა სადგეგზელოებმა რა მოგივიდათ. აბა, სტარტი. ვაუ, პატა. თიკა. როგორ ხარ? მოდი. ეხლა ზუსტად შენზე ვიყვებოდი ბარში შემხვდა მეთქი. ხო, რამდენი ხანი არ მინახი ხარ? საერთოდ არ ახარ შეცვლილი. მართლა? ხო, რა ვიცი, აბა. ვინა! ერთი წუთი, პატა, მე ხლავე მოვალ. ხო, საყვარელო, მოვდივარ. ქმარია? ხო, ქმარია. და როგორი ქმარი ყავს? ძალიან კარგი ადამიანია. ძალიან უყვარს თავის ცოლი. ესე იგი, ცოტა ბუზღუნა კი არის, მაგრამ ხო იცი ყველა კაცი ეგეთია. ოღონდ რემონტი არ უხსენო და ხო, ისე ჩვენც გვიყვარს მეზობლებს ძალიან. ხო. გამარჯობა. ირაკლი. სასიამოვნოა. დაბძანდით. ირაკლი. დიახ. მე და პატა ვცხოვრობდით ერთადერთ უბანში. დოლიძეზე? დოლიძეზე. რას დალებატა? არაფერს, იცით, არაფერს არ ვსავ. რა? საერთოდ არაფერს? არა. არა და ყავას ამ წვენს? არა. ყავას კი? მართალია, ჩემო პატა, კარყავას რა ჯობია. და სად გაიცანით ერთმანეთი? რა მკითხე? როდის გაიცანით თიკა? ჩემი ცოლი თიკა. სუმა ვიწყდება რა ქვია იმ ადგილს რა. მაშინ ყველა ერთად იყვნენ. მამა შალვა თეთრი ჟიგული ყავდა. დედა მზია მიხაილოვნა სამტრესში მუშაობდა. ბებიას ორჯერ ინფარქტი ჰქონდა. ერთხელ უკანა კედლის ბაბუას ინსულტი, ძმას ზვიადი. დოლიძეზე ცხოვრობდნენ. ძაღლი ყავდათ ჩაპა კიდე, ჩაპა. ვერ ვიხსენებ ამ ადგილს რა. რაზე საუბრობთ ირაკლი? ესე თიკუნა, იმას უყვებოდი, მე და შენ ერთმანეთი გავიცანით. ჩვენ ნუნისში. მაგ ადგილს კიდე ნუნისი ქვია? თიკა რომ ბოლოს მითხრა გავთხოვდიო. სად იყო ეგ და როდის დაქორწინდით? მე და თიკა? თიკა ისეთი ადამიანი. ისე მიყვარს რომ სულ მგონია რომ აი დღეს დავქორწინდი. აი ხა საკრო ვზივარ, მგონია რომ დღეს დავქორწინდი. ასაგებია. თქვენ ფიზიკოსი ხართ არა? არა, კაცო რა ფიზიკოსი. აბა თიკა მითხრა ფიზიკოსიო? астро. ასტროფიზიკოსი ვარ მე. და თიკა სად მუშაობს? ვინ? თიკა სად მუშაობს? ეგრე რა. თიკა ბანკში. ბანკში რასაკეთებს? რასაკეთებენ ახლა ბანკში? მიდი, მოდი, ფინანსები, კალკულატორი, სეკვესტრი, კრედიტ ოფიცერი. აი, სად არის? თიკა, აქ იყავი რა. აქ ვარ ირაკლი, აქ ვარ. სულ მინდა რომ ჩემთან
მარიკა, ბატონო. შენი ქმარიც ასეთია? ასეთი როგორი? ესეთ ყურადღებიანი. კი, აი ზუსტად ასეთი. მახსოვს მარიკა. გვამსგავსებენ. მახსოვს მარიკა ამბობდა რომ აი ნახავ ჩემი ქმარი ექიმი თუ არ იყოსო. მაშინ მოდაში იყო ექიმებზე გათხოვება. ცოტა მოგვიანებით მე ჩვენ წამოვედით ასტროფიზიკოსები. უკაცრავად მაპატიეთ. სიდედრი. მიხაილოვნა. დიახ. გისმენ ლუდოვნა. სუხობს? ხო, ალბათ დარჩა ისევ და არ არის ხო? ხო, შეშვილ დაუძა ხო? ნუ, ახლა აქ არ არის თქო მაგას ვერ ვიტყვი. დედა ჩემია, ხო? ხო, დედა შენია, თიკუნა და ჩვენი მარიკას დედობილი. დედობილი. ისე უყვარს ჩემს სიდეთს მარიკა. ისე უყვარს, რომ შვილს ეძახის. შვილს. ერთი წუთი. რომელ შვილს დაუძახო დედობილოვნა? მარიკას. აი, მარიკას. ხომ ზიადეიდა. დიახ, მარიკა ვარ, მარიკა. ეს ვინ არის? ეხლავე მოვა. პატა, მართლა არაფერს არ სვავ? არა. როგორ საერთოდ არაფერს არ სვავ? საერთოდ. გამარჯობა. ვაიმე. ირაკლი, შენ აქ ხარ? გაუკვირდა სახში რო ვარ, მე სულ სამსახურში ვარ, სულ მთელი დღე ვარ იქ ასტროფიზიკის იმაში. დაწესებულებაში. გაიცანი ჩვენი მეგობარი სანდრო. სანდრო. სასიამოვნო. სანდრო, ირა, ყავაზე გადახვედი? ხო სანდრო, ხო. თიკასთან დამსვი რა. თიკა, სანდროსაც მოუტანე ყავა, ხო? ეხლავე მოგიდუღე სანდრო. აუ, იცი როგორ მეხმარება ირაკლი? თაიგული ხო გამაგზავნი. წერილის დაწერაში ხო მეხმარება. კარგი რა სანდრო. რა? არ მეხმარები ირაკლი? მეხმარებ, როგორ არ მეხმარებ? იცი როგორ მეხმარება, მაგრამ ქალს თუ სიყვარული არ უნდა. ყველაფერი ვერ გავიგე. ერთი წუთი. მაპატიეთ. სანდრო. თუ კი ლონდონში რამე გისწავლია. თუ თბილისამდე რამე ჩამოგიტანია. თუ რომელიმე ჰემისფეროში რაღაც ხვეული მაინც მუშაობს. დაძაბე ეს გონება, ძალიან გთხოვ რა. თიკა, მარიკა. ბატონო. რა ჭირს შენ ქმარს? ჩემ ქმარს რაღაც ვერ აბარო კარგად და ვერ შემოვიდა. კი, მე მგონი ცოტა ვერ არის კარგად. ვინ ვერ არის? მარიკას ქმარზე ამბობს. მარიკას ქმარი ვერ ყოფილა კარგად და კიდე კარგად არის ეგ კაცი. ამდენ შრომობს, ამდენ სწვალობს. თიკა, თიკა. სანდრო, ერთი წუთი შედი რა, შენი ყავა დუღდება და უყარაულე გეხვეწები. შედი? ეხლავე. მიდი სანდრო. ხო სანდრო. ეს ვიღა? ვაი მე არ ვიცი, გააღედე. არ ვიცით, მარიკა, გააღე. თიკა. ცოლ-ქმარიც აქ ყოფილხარ. გამარჯობა გენს. აქ ვარ. პატა, გაიცანი, ეს თამარია ჩვენ გვერდით მეზობელი. სასიამოვნო. ჩემთვისაც. გვერდით კი არა პირდაპირ. თამარ, გააჩნია როგორ ვზივართ. ასე როცა ვზივართ, გვერდით ხარ. ასე რომ დავждდებით პირდაპირ. ისე არ ვიცი. რა
გადაემართა. თიკა, კალკულატორი და უცხოსუნელი მინდა რა. მანდარი კარადაში. მანდარი კარადაში. მანდარა მეორეშია. მანდარა მეორეშია. ვაიმე, სანდრო აქ არის? და გითხრათ, რომ ქეთევანდელაშა სამკვირაში აწერენ ხელს, ხო? მართლა? ხო, ნამდვილად მოსალოცი ამბავია. ნამდვილად. მოვკლავ რა. აუ, სანდრო, რა გძელი ენა გაქვს, რომ მაინც? კარგი რა. მე უნდა დაგემშვიდობით. ვერ დაგაყოვნებთ ნამდვილად. ძალიან გამიხარდა რომ გნახე შენი მეუღლე გავიცანე. აბა გავაცილოთ სანდრო. გავაცილოთ. გავაცილოთ. მარიკა, ბატონო. ეს თიკას ქმარი მოგწონს? რა? რაღაც ისეთი არ არის, აი იმასავე და ბოთე. მიდი. ვა. ხელოვანო დავით. ცოდნას იღრმავებ? არა ირაკლი აქ ერთ დროს ფულს ვინახავდი და ხომ ჩამჩამეთქი ვამოწმებ. არა ირა. მოდი. აი, მოდი დაჯექი. რა გინდა? ირა. შეხო იქ მიხარ. სანდროს უნდა უშველოთ რამე ირა. მე გაგიჟდა მე მგონი. ამჯერად რა ჩაიდინა? რადგან დღეს დამირეკა და მეუბნება რომ გუშინო ირაკლი 4 ყას ქმარიო. საიდან იგონებს ხა ამდენ სისულელებს, ა? მართალია. შენს გაგიკვირდა ხო? არა, ამჯერად სანდროა მართალი. კარგი რა ირა, კარგი რა 37 წლის კაცი გახდა, ბავშვი მაიმუნობ რა. აი, ჩემი საყვარელი ქმარო კაც ყოფილა. ირაკლი, ამის შემდეგ თიკას ქმარი ხო აღარ იქნები. არა, მარიკუნა, სულ შენი ქმარი ვიქნები. ჩემი ქმარი. კარგი და მოილაპარაკეთ ხო? ცოტა ხანი მაცადი და ჩემი ფეხით წავალახე.